4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. ამ დროისთვის ოზურგეთში მერობის კანდიდატი მხოლოდ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პაატა კუნჭულია ჰყავს დასახელებული. მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლოვა და 4 სექტემბერია. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ნელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის ოზურგეთში ოფიციალურად კანდიდატები არ წარუდგენიათ. თუმცა დღეს გურიე ტივისთან სატელეფონო საუბარში ლელოს ადგილობრივმა ლიდერმა ვლადიმერ ქვილორიამ გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურა, რომლის მიხედვითაც მათ პარტიას ოზურგეთში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიაში გვითხრეს, რომ 4 სექტემბრამდე დრო ჯერ კიდევ არის და შესაბამისად იმის თქმა, რომ მათ ოზურგეთში კანდიდატი არ ეყოლებათ, ნაადრევია. გასული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, ოზურგეთ წელს არც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება. წინა რამდენიმე არჩევნებში მონაწილე ყოფილმა მერმა კოტე შარაშენიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. დახვდება თუ არა ოზურგეთში ქართულ ოცნებას მოსუფთავებული საარჩევნო ველი, გახარია საქართველოსთვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.